ჩვენიერი აბა გამარჯობა მეგობრებო და მსმენელებო მოგესალმებით ჩვენს პოდკასტზე ეს არის მოდი და გამყევის პოდკასტი მე ვარ მორგან კინგი და დღეს ჩემი სტუმარია რომან კარაპეტიანი ჩვენ კარგი მეგობრები ვართ საქართველოდან როდესაც ვიყავი მისიაზე და იგი დათანხმდა მე შემერთებოდა მე შემერთებოდა ამ პოდკასტზე რომ ვისაუბროთ წყლის სასწავლო მასალაზე მოთხრობა და აღქმებაზე და ახლა მოდით მოკლედ ვისაუბროთ მოდი და გამყევის პროგრამაზე რადგან ეს ცოტა ახალია საქართველოში ახალი გადათარგმნილია მასალები ასე რომ მინდა გაჩვენოთ თუ სად იპოვება ეს მასალები სახარების ბიბლიოთეკაში და მინდა გიწვიოთ რომ მხოლოდ ამ პოდკასტს არ უყუროთ არამედ ეს უყუროთ და თან ისწავლოთ საკუთარი თავისთვის ისწავლოთ მოდი და გამყევის მასალებიდან და რა თქმა უნდა წმინდა წერილებიდან რომ შენი სწავლა იყოს უფრო სულიერი და უფრო მდიდარი ასე ვთქვათ. ახლა რომ იპოვოთ ეს მასალები შეგიძლია შეხვიდეთ churchofjesuschrist.org webგვერდზე ქართულად მერე წმინდა წერილი და სწავლა დაიჭირეთ მორმონის წიგნი ახლა იმუშავება ეს გვერდი მაგრამ ასე შეგიძლია შეხვიდეთ მერე დაიჭირეთ come follow me ანუ მოდი და გამყევი და პირველი მასალა ის იქნება სახლისთვის და ეკლესიისთვის მოთხრობა და აღქმები 2025 წელს მოკლედ მინდა წაგიკითხოთ ერთი აბზაცი ერთი ნაწყვეტი ამისგან ეს არის ამის წინა სიტყვაობა ასე ვთქვათ ამის შესავალი ჩვენი მიზანია მოქცევა რადგან ეს არის დამხმარე წიგნი თქვენთვის როდესაც სწავლობთ წმინდა წერილებს რომ დაგეხმაროთ იგრძნოთ უფრო ხშირად სული წმინდა რადგან სული წმინდა ყველაზე მნიშვნელოვანია მოქცევაში იესო ქრისტესთან როდესაც სული წმინდა არის ჩვენთან ჩვენ უახლოვდებით ღმერთს და იესო ქრისტეს აბა სახარების სწავლისა და სწავლების მიზანია გავახმაროთ ჩვენი მოქცევა და უფრო მეტად დავემსგავსოთ იესო ქრისტეს ამ მიზეზით როდესაც ვსწავლობთ სახარებას უბრალოდ ახალ ინფორმაციას კი არ ვეძებთ არამედ სურს ახალი გმილება გავხდეთ ეს ნიშნავს ზეციური მამისა და იესო ქრისტეზე დაყრდნობას რათა დაგეხმაროთ ჩვენი გულის, ხედვის, ქმედებებისა და უშუალოდ ბუნების შეცვლაში მაგრამ სახარების ისეთნაირად შესწავლა რომ წმენას გვიძლიერებდეს და მოქცევის საშუალებისკენ მივყავდეთ უცებ არ ხდება ის ცდება საკლასო ოთახს და ვრცელდება ინდივიდის გულსა და სახლში მოითხოვს სახარების დომისთვის და მისი მიხედვით ცხოვრებისთვის საჭირო თანმიმდევრულ ყოველდღიურ მცდელობებს ჭეშმარიტი მოქცევა სული წმინდის გავლენას მოითხოვს ეკლესიაში დასწრება და მოლაპარაკებების მოსმენა საჭირო არ არის ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა რომ ღმერთს ვეძებდეთ ასე ვთქვათ რომ შევეცადოთ რომ შევიცვალოთ რომ გავუმჯობესდეთ და გავხდეთ უკეთესი ადამიანები რომა შენ ფიქრები გაქვთ ამაზე ჩემი აზრით, ანუ რაც შეეხება ეკლესიაში სიარულს,
შენ მართალი თქვი, რომ არ არის საჭირო, რომ მოусმინო იქ ვინც გამოდის იქით, არამედ ქრისტესთან კონტაქტი უნდა გქონდეს ეკლესიაში. კონტაქტი როგორც ზიარები, ასევე ღვთისმსიტყვის მოსმენით, ღვთისმსიტყვის გააზრებით და ასევე ლოცვით, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა. ხო, კვირაში ყველაზე წმინდა და მნიშვნელოვანი წესჩვეულება სწორედ ეგ არის ზიარება, რომ ქრისტეს ტანჯვა და მისი გამოსყიდვა გვახსოვდეს. ასევე რომ შევიკრიბოთ მორწმუნეებთან. და ყველაზე მნიშვნელოვანია ქრისტე გვახსოვდეს. აბა ახლა მინდა გადავიდეთ ჩვენს მთავარ თემაზე. დღეს ვისაუბრებთ იანვრის მასალებზე, რაც შედგება მოწმეთა აღქმების პირველიდან მეხუთე ნაწილამდე და ასევე ჯოსეფ სმითის ისტორიის პირველი მუხლები. და რომა ახლა მოკლედ გაგვიზიარებს ამის კონტექსტი, ამის ისტორია, თუ როგორ ცხოვრობდა ჯოსეფ სმითი და როგორი იყო მისი პირველი გამოცდილება ღმერთთან. ჯოზეფ სმითი ცხოვრობდა ღარიბულად. ღარიბულად ცხოვრობდა ჯოზეფ სმითი. იყო, ასე ვთქვათ, გლეხის ოჯახიდან. მამამისი უწევდა, რომ გამოიკუება შვილები და ოჯახი და უმძიმესი შრომა მიწაზე და ასევე ჯოზეფ სმითიც ეხმარებოდა მამამისს, რათა ფული გამოემუშავა და გამოიკუება თავისი მშობლები და ოჯახი, რა თქმა უნდა. და ერთხელ ჯოზეფ სმითი, როდესაც იყო 14 წლის, ის კითხულობდა ბიბლიას იაკობთავის მეხუთე მუხლი, სადაც წერია, თუ ვინმე არ აქვს კი, თუ ვინმეს არ გაქვთ სიბრძნე, კითხეთ ღმერთს. ყველასთვის დაუკვირჯებლად გამცემს და მიეცემა. ანუ ეგ რას ნიშნავს? როდესაც შენ უბრალო ადამიანს არ აქვს სიბრძნე, ხო? და არ იცი პასუხი შენ კითხვაზე, შენ შეგიძლია რომ ლოცვაში კითხო ღმერთს, თუ როგორ მოიქცე და როგორ იცხოვ. ეს აუცილებლად მოგცემ იმ პასუხს, რომელიც უნდა რომ მოგცე. ასე მოიქცა ჯოზეფ სმითი, ის მივიდა ტყეში და როდესაც იგრძნო, რომ არავინ არ იყო მის გარშემო, მუხლებზე დაიჩოქა და დაიწყო ლოცვა. ჯერ მაგის გარშემო შეიქმნა სიბნელე, ანუ მოიცვა ბნელმა ძალა და უკვე მერე, როდესაც დაიწყო ლოცვა, მთელი ძალა გამოჩნდა სინათლე მაგის თავთან და ამ სინათლემ გაფანტა მთელი ეს სიბნელე და ეს ბოროტება გაქრა. რაც მთავარია. კიდე მინდა ის თქვა, მაგასთან გამოჩნდნენ მამა ღმერთი და მაგისი ძე იესო ქრისტე. კი, ეს იყო ძალიან საოცარი გამოვლენა.
მამა ღმერთი და იესო ქრისტე გამოცხადდნენ ჯოსეფ სმითს და ისინი პირველად ჯოსეფ სმითის მთავარი კითხვა იყო მის საკუთარ ხსნასთან დაკავშირებით. მას ძალიან ინტერესებდა. კი, რა თქმა უნდა. დავამატებ იქ ანუ ამერიკაში იყო ძალიან ბევრი ეკლესია ესე ვთქვათ. და ჯოსეფ სმითს აინტერესებდა თუ რომელი ეკლესია იყოს სწორი. და ღმერთის პასუხი იყო, აი ძალიან საინტერესო იყო, სხვათა შორის ეს პასუხი მეც მაწუხებდა ხოლმე ესეთი კითხვა, რომელი ეკლესია იყო სწორი რა, სანამ მოვიდოდი ამ ეკლესიაში. და ღმერთმა უთხრა, არც ერთი ეკლესია არ არის ჩემი. და მე აღვადგენ შენი დახმარებით ჩემს ეკლესიას. და შემდგომში ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა, რომ ხდლობის მინიჭება მოხდა, ანუ ჯერ იყო ნათლობა და მე უკვე იყო ხდლობის მინიჭება. ჯოსეფ სმითს ჰქონდა კიდე მეორე კითხვა, თუ როგორ ჩაეტარებინა ეს ნათლობა და მაგას დაეხმარა მაგის მეგობარი ოლივერ კაუდერი. დიდი მადლობა რომა. ხო, ზუსტად ეს იყო თავარი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები ჯოსეფ სმითის გონებაში, რაც ტრიალებდა. რადგან სწორი ეკლესია, სწორი ძალა, ანუ გლობა, იმისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ გამვიხსნათ. რადგან ეს ყველაფერი არის საჩუქრები ღმერთისგან, ეს ეკლესიას სტრუქტურა, მორწმუნეთა კრება და გლობა ეს იმისთვის არის, რომ მასთან დავუახლოვდეთ, ჩვენს ძვირფას მამა ღმერთთან დავუახლოვდეთ. სწორედ იმისთვის ჰქონდა პასუხები, ეს კითხვები ჯოსეფ სმითს. ასევე ძალიან მადლიერი ვარ, რომ შენიშნეთ რომ ჯოსეფ სმითი იყო ღარიბი და ასევე ამ რელიგიის ხელვარებაზე. რადგან პირველ რიგში ჩვენ ყოველთვის ვკითხავთ წმინდა წერილებში, რომ ღმერთი ირჩევს ღარიბებს და უბრალოებს, რომ გააკეთონ მისი საქმე. სხვა შორის ერთი დავამატო. ბიბლიაში ხო კიდე წერია, რომ ღმერთი ირჩევს სუსტებს, რათა დაამარცხო ძლიერებს. და სხვა შორის აი ეს სიტყვები აი ბიბლიდან ძალიან მეხება ხოლმე. სუსტებს წდება ხოლმე რა ეს სიტყვები. სუსტებს ირჩევს და რომ ძლიერები განადგუროს. მეც მგონი ხანდახან ყველას გვეხება ეგ წმინდა წერილები, ეგ მოკლები. ხო, რადგან რა თქმა უნდა ღმერთთან შედარებით და ასევე სხვა ადამიანთან შედარებით ჩვენ ხოლმე მარცხდებით, ხოლმე ვგრძნობ თავს სუსტად, მაგრამ ღმერთთან ყველაფერი ძალგვიც, როგორც წმინდა წერილები გვამბობს. სხვა შორის კიდე ერთი დავამატებ, ჯოსეფ სმითის ოჯახი იყო სხვა რელიგიის წარმომადგენელი, ანუ პრესბიტერიული ეკლესიას ეკუთვნოდნენ მისი დები და დედამისი. სხვა შორის მის დედას ასევე ჰქონდა განსაკუთრებული გამოცდილებები. რამდენიმე წლის ჯოსეფის დაბადებამდე ძალიან ავად გახდა დედამისი და ამის დროს ძალიან ევედრებოდა ღმერთს შველისთვის და განკურნებისთვის და როცა განკურნებამდე დაპირდა ღმერთს, რომ თუ განიკურნებოდა ღმერთის სწორ ეკლესიას მოძებნიდა.
კი. და წლების განმავლობაში ცდილობდა რომ მისი შვილებისთვის კარგად ესწავლებინა ბიბლიის პრინციპები და ძებნიდა სწორ ეკლესიას. მაგ დროს, როდესაც ჯოსეფ სმითმა მიიღო ეს გამოცხადება, პრესბიტერიანი იყო, მამამისი არ დადიოდა ეკლესიაში, რადგან მასაც იმანაც მიიჩნია, რომ არც ერთი ეკლესია იყო სრულად სწორი, მიხვდა, რომ მათი ხელმძღვანელები ხოლმე არ იყვნენ კარგი ადამიანები. და ყოველთვის კითხულობდა ბიბლიას მაინც. და უნდოდა ღმერთის ჭეშმარიტი სახარება. ანუ ჯოსეფ სმითის ოჯახი ასევე იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი, მნიშვნელოვანი ნაწილი მის მოსწრაფაში ჭეშმარიტებისკენ. მერე ამ გამოცხადების ამ პირველი ხილვით რამდენიმე წლის შემდეგ 3 წლის შემდეგ ჯოსეფ სმითი იყო უკვე 17 წლის და კიდევ ერთხელ ღმერთს თხოვდა სიბრძნეს ღმერთს კითხავდა თუ ღირსეული იყო თუ არა და მზად იყო თუ არა ჯოსეფ სმითი რომ გააგრძელებინა ღმერთის ეკლესიის აღდგენა. ანუ ჯოსეფ სმითმა იცოდა რომ დიდი საქმე უნდა გააკეთებინა ღმერთის დახმარებით, მაგრამ არ იცოდა როდის. ეგეც მიმაჩნია რომ ხანდახან ხოლმე ასეა ჩვენთვის. ვიცით რომ დიდი საქმე ან რამე უნდა გავაკეთოთ ღმერთის ძალით, ვიცით რომ კეთილია, მაგრამ არ ვიცით როდის. და სწორედ ამ დროს, როდესაც ჯოსეფ სმითი ლოცულობდა ამ კითხვებზე, მას გამოეცხადა ანგელოზი, რომელსაც ერქვა მორონი. და ეს მორონი ჯოსეფ სმითს უყვებოდა ფირფიტებზე, ჩანაწერზე, ამერიკის უძველესი მცხოვრებლების მიერ დაწერილი ჩანაწერი იესო ქრისტეს შესახებ, მათი რწმენის შესახებ და ჯოსეფ სმითს ამცნო თუ სად უნდა მოეპოვებინა ეს ფირფიტები, რომელსაც იყო დაწერილი ეს ჩანაწერი. გინდა გააგრძელა რომ ეს ამბავი. და ანუ მაგ ამბავს გავაგრძელებ იმით, რომ როდესაც გამოეცხადა ხო ანგელოზი ჯოსეფ სმითს, ის მიდიოდა რამოდენიმე ჯერ. ვარაუდები სამჯერ მივიდა და ანგელოზი აფრთხილებდა, რომ ჯერ არ არის დრო. და მე უკვე ბოლოს უკვე მისცა უფლება, რომ აეღო ეს ფირფიტები და დაიწყო გადათარგმნა. ზუსტად. ხო. როდესაც ჯოსეფ სმითი იყო უკვე 21 წლის, 4 წელი დასჭირდა ამისთვის მომზადება და მთელი დროის განმავლობაში მორონი ხოლმე ეცხადებოდა ჯოსეფ სმითს და მას ასწავლიდა. მაგრამ როდესაც იყო 21 წლის, დაიწყო მორმონის წიგნის, როგორც ასე ვარქმევდა წიგნს, მორმონის წიგნის გადათარგმნა. მორმონი რა თქმა უნდა იყო ერთ-ერთი ბოლო წინასწარმეტყველი, რომელმაც შეკრიბა და შეადგინა ყველა ჩანაწერი მისი, ანუ ამერიკელი მცხოვრებლების ჩანაწერები და ამაში ეხმარებოდა ჯოსეფ სმითს, მისი ცოლი ემა სმითი და უფრო მეტად მისი მეგობარი მარტინ ჰარისი. მარტინ ჰარისი იყო ერთი მდიდარი ადამიანი,
რომელიც ძალიან ანტერესებდა, რომელსაც ძალიან ანტერესებდა რელიგია და სწამდა, რომ ჯოსეფ სმითის გამოცდილები იყო ჭეშმარიტი და რომ ეს საქმე, რომელსაც ჩართული იყო ჯოსეფ სმითი, იყო სწორი. ასე რომ მარტინ ჰარისი გახდა ჯოსეფ სმითის წერალი. ჯოსეფ სმითი კითხულობდა მორმონის წიგნის ფირფიტები და მარტინ ჰარისი წერდა, რასაც ჯოსეფ სმითმა თქვა. და რამდენიმე თვის შემდეგ მარტინ ჰარისის სოლი გახდა ძალიან გაბრაზდა მასზე, მაგრამ რადგან ის არ სწამდა ჯოსეფ სმითის საქმისა, არ სჯეროდა, რომ ეს იყო სწორი საქმე და თავისთავად მარტინ ჰარის მოუნდა მისთვის დაერწმუნებინა ფირფიტების ჭეშმარიტებაზე, ჯოსეფ სმითის გამოცხადებების ჭეშმარიტებაზე და ჯოსეფ სმითისგან მოითხოვა ის 116 გვერდი, რომელიც უკვე გადაეთარგმნათ. ანუ ისინი მათ გადაეთარგმნათ უკვე 116 გვერდი მორმონის წიგნიდან. მარტინ ჰარისმა საბოლოოდ წაიღო ეს გვერდები ჯოსეფ სმითის ნებართვით, მაგრამ როდესაც წავიდა მის ოჯახთან გვერდების საჩვენებლად, ვინმემ არ ვიცით ვინ მოპარა გვერდები და გაანადგურა. ეს რა თქმა უნდა იყო დიდი უბედურება ჯოსეფ სმითისთვის და მარტინ ჰარისისთვის და ასევე სამისოდ ამის გამო ღმერთმა მოკლე დროის განმავლობაში წაართვა ჯოსეფ სმითს გადათარგმნის უფლება და კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდა ჯოსეფ სმითს მონანიებისთვის და მომზადებისთვის, რომ კიდევ ერთხელ გადაეთარგმნა. საბედნიეროდ მოინანია ჯოსეფ სმითმა და გააგრძელა ოლივერ კაუდერთან ერთად, რომელიც უკვე მოახსენე რომა, ოლივერ კაუდერთან ერთად გააგრძელა მორმონის წიგნის თარგმნის პროცესი. და ეს ყველაფერი გვიყვება მოძღვარება და აღთქმების 3-დან მე-5-მდე ნაწილები და ასევე შეგიძლიათ აიკითხოთ ღმერთის სიტყვები ჯოსეფ სმითისადმი ამის შესახებ. რომა, გვინდა გაგვიზიაროთ შენი აზრები ამ მოვლენის შესახებ? სხვათა შორის ფირფიტებზე დაწერილი მორმონის წიგნი იყო რამდენიმე ენაზე. მათ შორის ყველაზე უძველეს ენაზე ეგვიპტურ ენაზე. ეს დედაროდა მოტობილი. დიდი მადლობა, ალბათ დღევანდელი დღისთვის ეს იქნება ჩვენი პირველი ეპიზოდი. მადლობა რომ მოგვისმინეთ, მადლობა რომას რომ შემოიერთდი და იმედი გვაქვს რომ თქვენ წაიკითხოთ ეს მასალები, გადახედოთ მოდი და გამომტყევის პროგრამის წიგნი და გამოიტანოთ
საკუთარი აზრები, საკუთარი რაც თქვენთვის არის მნიშვნელოვანი და ყოველთვის მოისმინეთ სული წმინდის კმას და კარნახს, რათა მიიღოთ საკუთარი პასუხები იმასთან დაკავშირებით, რაც გაწუხებს ან რაც გჭირთ ცხოვრებაში, ასევე იმაზე, რაზეც გავთ კითხვები, რადგან მე ვიცი ჩემი საკუთარი გამოცდილებით, რომ ღმერთი ყოველთვის პასუხობს ჩვენს ლოცვებზე, ჩვენს გულწრფელ ლოცვებზე და ჩვენს კითხვებზე. მას სწავლობ ვართ და იგი არის ჩვენი ზეციური მამა, როგორც უპასუხა უბრალო ახალგაზრდა ბიჭს ნიუ-იორკ შტატში 200 წლის წინ, ისე გვიპასუხებს დღეს. ეს არის ჩემი დამოწმება იესო ქრისტეს წმინდა სახელით. ამინ. მე ერთ ვიტყვი, რომ მე გისურვებთ ყველას, რომ წაიკითხოთ ის სიტყვა, როგორც ბიბლია, ასევე მორმონის წიგნი, რომელიც შეცვლის თქვენს ცხოვრებას რადიკალურად, როგორც ეს გააკეთა ჩემს ცხოვრებაში. მე ვუწყლობდი ადრე მარტო ბიბლიას, მაგრამ იმდენად არ შეცვალა ჩემი ცხოვრება მარტო ბიბლიის კითხვამ, როგორც ბიბლიის კითხვამ და მორმონის წიგნის კითხვამ და გააზრებამ თუ რა ოქრო მოგცა ჩვენ ღმერთმა და რომელიც უნდა არა მარტო შევინახოთ ჩვენ, არამედ გავუზიაროთ თქვას. და სხვა შორის და თქვა, რომ შესაძლოა ჩვენ ვუზიარებთ სხვა ადამიანებს ის სიტყვას, აგრეთვე ღმერთი რადიკალურად გვრის. ამას ვამბობ იესო ქრისტეს წმინდა სახელით. ამინ. დიდი მადლობა რომა და დიდი მადლობა მეგობრებო, რომ მოგვისმინეთ კიდევ ერთხელ. გელით შემდეგ ეპიზოდზე, შემდეგ კვირას. აბა ნახვამდის.